მოგესალმებით ძვირფასო არხის წევრებო და ახალო წევრებო, რომლებიც ამ ვიდეოს მეშვეობით შემოგვიერთდით და შემოგვიერთდებით. დღევანდელი ჩვენი გაშლა ჯერ არ ვიცი მე რა იქნება, თქვენ უკვე იცით, იმიტომ რომ სათაურს ხედავთ. მე კი თქვენთან ერთად გაშლის ცვლილობისას გავიგებ თუ რა გაშლასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სანამ გაშლას დავიწყებ, მანამდე უნდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი წამოწყების შესახებ, სადაც ერთი ნაკადი უკვე მიმდინარეობს, ოღონდ ის არის სხვა მიმართულებით და ვაპირებ 30 აპრილიდან გავხსნა ახალი ნაკადური კურსი, მატრიცული მედიტაციების კურსი. ეს არ არის ყველასთვის, ეს მატრიცები ჩემო კარგო, ეს არის მათთვის, აი ვინც მზად არის რეალური ცვლილებების და შიგნიდან უჯრედების დონეზე. კურსი იქნება მაღალ ვიბრაციულ ტალღურ სიხშირეებზე შექმნილი მატრიცული მედიტაციებისგან. პირველი რაც იწყებს ცვლილებას, ეს იქნება ნერვული სისტემა, ნერვული სისტემის ღრმა დამშვიდება, სტრესის, შფოთვების ჩამოშლა, შიშების და შიდა დაძაბულობების გაშვება. ჩემს მეტყოლებასთან დაკავშირებით ბოდიშს გიხდით, სტომატოლოგიური ჩარეები მიმდინარეობს და ამ კვირის ბოლოს დავბრუნდები უკვე ადეკვატური მეტყოდებით. მთავარი აქცენტი, შემდეგი მატრიცა რას ეკუთვნის? შემდეგი მატრიცა ეკუთვნის სახის სკანის, დნმ-ის გაახალგაზრდავებას, დნმ-ის დონეზე გაახალგაზრდავებას და აქ უკვე აქცენტი კეთდება რაზე? სახის სკანის ნაოჭების ნაზად გასწორება, კანის ფერის გაწმენდა და ნათება, ტონუსის აღდგენა, ანუ ცოცხალი იერის დაბრუნება სახეზე. ასევე შემდეგი მატრიცა მოიცავს პარალელურად გვექნება წონის კლების პროცესის გააქტიურება, მეტაბოლიზმის გაღვიძება და სხეულის შიდა დაბალანსება. ჩემო კარგებო, ეს არ არის ზედაპირული მოვლა, ეს არის მუშაობა იმ დონეზე, სადაც სხეული იწყებს საკუთარ რეგენერაციას. პირველი 3 დღე უფასო იქნება მატრიცაზე დასწრება, რათა თავად იგრძნოთ, გინდათ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ და შემდეგ ეს კურსი გრძელდება 21 დღე, რა თქმა უნდა, კურსი არის ენერგომიმოცვლის სახით ფასიანი და კურსის ღირებულება შეადგენს 21 დღიანი კურსის ღირებულება 150 ლარს. ეს მუშაობა ჯერ შიგნით იგრძნობა და მერე გარედან უკვე, რა თქმა უნდა, გამოდის და გარედანაც იგრძნობა. დეტალებთან დაკავშირებით მოწერეთ პირად შეტყობინებაში. კურსი დაიწყება 30 აპრილს 23 საათსა და 30 წუთზე ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება. ონლაინ გვექნება WhatsApp-ის ჯგუფის მეშვეობით. წარიმართება კურსი, გაცდენა დაუშვებელია და რა ვიცი, დანარჩენ დეტალებზე შეგიძლიათ მომმართოთ. Facebook-ზე მადლიერი ვიქნები თუ მომმართავთ, იმიტომ რომ იმაზე რა ქვია, TikTok-ზე მიჭირს ტექსტების წერა, ხმოვნები არ იწერება ის წუთზე მეტი და მაინც თუ სხვა გზა არ არის კი, მაგრამ Facebook-ზე თუ მომმართავთ, ბევრად უფრო ადვილი იქნება ჩემთვის თქვენთან კომუნიკაციის დამყარება. Facebook-ი გახლავთ შენი სულიერი სივრცე ეზოთერიკაში, მზის ლოგო გვიყენია იგივე რაც TikTok-ზე. ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, რა ენერგიებშია მაგის სული ახლა? ეს კურსები, რა თქმა უნდა, კურსები კი არა, ეს მატრიცები, რა თქმა უნდა, არის გამოცდილი და მუშა.
ჩვენ ახლა მეორე კურსი რაც არის, ისე აი ხა დავასრულებ და всё, ვისაც არ აინტერესებს, გადაახვიეთ. მეორე კურსი რაც მაქვს, რაც უკვე მიმდინარეობს 25-ში დავიწყეთ, ეს გახლავთ ფინანსური ნაკადის მატრიცები და აი შფოთვების, შიშების, მაგების ჩამოშლის, ანუ ფინანსების კარმის განთავისუფლება და მოზიდვა და შფოთვებისგან ჩამოშლა. და საკმაოდ კარგად მუშაობს და ეხლა უკვე სხვა მიმართულებით ვიწყებთ. კარგით, რა ენერგიებში იმყოფება ადამიანი ეხლა? მამაკაცის ენერგიებში მარტო ხართ, მამაკაციც მარტოა და არიცით ეს კაცი არაფერს არ მოქმედებს და ფიქრობთ საერთოდ იმოქმედებს რამეს, არ იმოქმედებს, რა გზას აირჩევს თქვენთან დაკავშირებით. აქ ხალი ნამდვილად დამოუკიდებელია, ფინანსურად შემდგარი ხართ. უბრალოდ აი მთლიანად ამ კაცის ენერგიებში ხართ. ამ კაცს იცით რომ უყვარხართ, მაგრამ აი ესე ზის ბედნიერად თავისთვის უმოქმედებთ. ნახოთ. კითხოთ, იმოქმედებს თუ არა, ვიზეც შენ ფიქრობ ახლა ეგ ადამიანი მომავალი ერთი თვის განმავლობაში. ქეთის მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ვიდეოს სახითაც, რომელმაც მომწერა პირად შეტყობინებაში, რომ საჯარო ვიდეო უნახავს და არ ვიციო, აი რა ვიცი, ის იყო ძალიან მადლიერი იყო, მოკლედ გამოვიდაო კონტაქტზეო, 8 წელიაო არ გამოსულაო, არ ვიცი, საჯარო ვიდეო შეიძლება დამთხოვა იყოს, შეიძლება ის იყოს, ეს იყოს, მაგრამ ეს გოგო ამბობს, რომ არა თქვენი მეშვეობით მე დამეხმარეთ გამოვედი მდგომარეობიდან და ეს არის ჩემთვის უდიდესი მადლობა, როგორ გადაგიხადოთ, აი ეს არის მადლობა, რომ შენ გეხმარება ჩვენი არხი. მე სწორედ ეს მაქვს მიზანი, რომ ჩემი მიმართულება არხის იყოს ადამიანებისთვის დამხმარე სულის დონეზე. ეს არის უმთავრესი ჩემი მისია და უდიდესი ბედნიერება. როდესაც ამას ვაღწევ. გამოვა თუ არა ეგ ადამიანი შენთან კავშირზე, რატომღაც ესე წამოვიდა სიტყვები და იმოქმედებს თუ არა რამეს. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს, მაგაზე იმდენი რამე, ასე ვთქვათ, იმდენი მივქარე, რომ ეს გოგო მელოდება, რომ ან როგორ რაღაცა იცი, ფიქრობს, რომ თქვენ საერთოდ ახალ გზაზე ხართ წასული. და ახალ მომავალზე ფიქრობთ. უბრალოდ აი ეს რო გამოვიდეს კონტაქტზე, ეტყვით, რომ აი რისთვის გამოხვედი, იმდენი გაქვს მიქარული, რომ ტყუილად გამოხვედი და დგას აი ესე გაჩერებულ სიტუაციაში იმყოფება. და გინდა რომ ამ გოგომ რამე გააკეთოს იმისთვის, რომ იგრძნო, რომ უნდი ხარ? დამიძახოსო. მე ვფიქრობ მაგაზეო. ანუ ეტყობა თქვენ ამას უთხარით, რომ ბევრი ტკივილი მოგაყენათ, როგორ გტანჯავდათ, თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამ ურთიერთობაში და არაფერს არ იღებდით და ასე შემდეგ და ამ ყველაფერზე ფიქრობს და ეს უბრალოდ და რა გინდა რომ გითხრას ამ გოგომ? ეს ამ გოგოსთან ეტყობა თქვენ ამ ადამიანს ეუბნებოდით, რომ წარსულში, რომ ისა რა ქვია, ამას თუ ოჯახი ყავს. რაღაც წარსულთან დაკავშირებით თქვენ ამ ადამიანს
ახედებდით რა, ანუ წინსulis მაგიერ, აი უშუალოდ თქვენ შეფარვით და ასე შემდეგ, აი ემოციურად ამღვრევდით ამ ადამიანს თავის წარსულ ნამოქმედებებთან დაკავშირებით. ამ გოგომ რა გინდა რომ გითხრას მეთქი და მოდი ჩემთანო, ანუ სიყვარულიც მინდა გავუზიარო ყველაფერიო, უბრალოდო ესე რა ქვია, რაღაცა წარსულში იყურება ეს კაცი. და წარსული გამოცდილება ისწავლე თუ რა გინდა თქვა. კი, რაღაც დონეზე ნამდვილად გააცნობიერა თქვენი პრობლემა ამ ადამიანმა, აი შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და მაგასთან დაკავშირებით. ამას უნდა ურთიერთობის განახლება იმოქმედებ რამეს? აუცილებლად იმოქმედებს ჩემო ძვირფასებო რაღაცა, ან აი აუცილებლად რაღაცა შანსს გამოუშვებს იმისას, რომ იგრძნოთ, რომ ეგ მოქმედებს, რას იმოქმედებ. ჩემი ქალიაო ეგო, სამუდამოდო. ეს უცბად მოულოდნელად მოვა, აი ვეღარ გაუძლებს ამ უთქვენობას და მოულოდნელად იმას იზავს, მოვა ეგრევე, შეიძლება როგორ გითხრა რაღაცა ან ფული მოიმიზეზოს ან რაღაცა და აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ ძალიან ემძიმება ეს გაჩერებული სიტუაცია, იმიტომ რომ ამას სიყვარული აქვს თქვენ შორის. კითხვაზე იმოქმედებს თუ არა რამეს კი. აუცილებლად ამ ურთიერთობას კიდევ ერთ შანსს მიგაცემინებთ ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში. რასაც მე თქვენ გისურვებთ, ძვირფასო ქალბატონებო და გისურვებთ მზეს თქვენ სულში, თითოეულ ქალს. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ სულში არის სიმშვიდე, ეს გამოიტყორცნება ენერგოვიბრაციების სახით და ჩვენს გარშემოც ვიზიდავთ სიმშვიდეს, სიუხვეს და ბედნიერებას. ამიტომ თითოეულ თქვენთაგანს გისურვებთ მზეს თქვენ სულში.